გამარჯობა, მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ და უძღვები გადაცემას უეჭველი ქართველია, გადაცემას, რომელიც მაუწყებლობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მისი მიზანი არის ემიგრანტების აღმოჩენა და მათი გაცნობა. ჩემი დღევანდელი სტუმარიც არის ბუნებრივია უეჭველი ქართველი, რომელიც უკვე მრავალი წელია ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნინიკო მიქელაძე არის დღეს ჩემი სტუმარი. როგორ ხარ ნინიკო? მადლობა რომ მონაწილეობ ამ გადაცემაში. მადლობა ალექსი, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მოდი გაგვეცანი, ვინ ხარ, ვინ არის ნინიკო მიქელაძე? ორი სიტყვით. თუ შესაძლებელია რომ ჩაატიო ორ სიტყვაში. კი. მე ვარ ნინიკო მიქელაძე, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი გოგო. არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ცხოვრებით და ცხოვრობ უკვე მრავალი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. რამდენი წელია? მე 16 წელია. თქვი რომ ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვსო და როგორი წარმოგიდგენია შენი არაჩვეულებრივი ცხოვრება? მე ვამბობ რომ ჩვეულებრივია, თუმცა ბევრისთვის შეიძლება არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ ზოგადად მიყვარს ცხოვრებაში ცვლილებები და სხვა ეტაპებზე გადასვლა, ასე რომ ჩემთვის ეს უკვე ჩვეულებრივი გახდა. მაშინ რა საქმიანობ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობ ნიუ-იორკში. როგორია შენი ერთი დღე? მუშაობდი ძალიან დიდ ხანს, თითქმის 11 წელი ვიყავი ფიზიოთერაპევტი, ასისტენტი და მასაჟისტი და უკვე თითქმის 2 წელია ეს პროფესია შევიცვალე. ეს არის სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ემსახურება ნიუ-იორკის სატრანსპორტო დეპარტამენტებს, ანუ ამარაგებს მასალით და ასე შემდეგ. მე ჩვეულებრივ საოფისე საქმიანობას ვეწევი, თუმცა ამავდროულად ვსწავლობ, რადგან მთლიანად ვიცვლი პროფილს და გადავდივარ მთლიანად დისტანციურ მუშაობაზე და ამჟამად ვსწავლობ კიბერუსაფრთხოება. კიბერუსაფრთხოებას კი. საიდან მოიგონე კიბერუსაფრთხოება? ეს არის პროფესია, რომელიც მომდევნო 10 წელში ამერიკაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია. ამჟამად ეს პროფესია მომცემს იმის საშუალებას, რომ ვიმოგზაურო და თან ვატარო ჩემი სამსახური. ეს იქნება ონლაინ სამსახური, მაგალითად, შეგიძლია წამოწვე ჰავაიზე, მაგრამ აკეთო საქმე. რა თქმა უნდა, ეს არის work-life balance-ზე გადასვლა, უკაცრავად ინგლისური გამოთქმისთვის, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ბოლო 15 წელია და მეტი ცდილობს რომ გადავიდეს ნელ-ნელა work-life balance, რადგან ამ ქვეყანაში მუშაობის კულტურა არის ძალიან მაღალი და განსხვავებული და უკვე ცდილობენ რომ დაიცვან ბალანსი და სწორედ ამიტომ შემოდის დისტანციური პროფესიები ესეთი აქტუალური. 16 წელია ხარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეხლა ინგლისური სიტყვა რო ახსენე, ამისთვის ბოდიში მოიხადე. როგორ ახერხებ რომ შეინარჩუნო კარგი ქართული, არ გამოიყენო ინგლისური სიტყვები მეტყველებაში და ეს უბრალოდ კამერის წინ საუბრობ ასე თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში შენ სრულიად რაღაცა შენი მეტყველება თუ აზროვნება, რაღაცა გამართული ქართული შემოიფარგლებათ. ხანდახან ახლა მომდის როგორ არა უნებურად, თუმცა ვცდილობ რომ იმ ენაზე რომელზეც ვსაუბრობ იმ მომენტში იქნება ეს ქართული თუ ინგლისური, ვისაუბრო სრულიად იმ ენაზე სუფთად და გამართულად. ამაში მეხმარება კითხვა, ბავშვობიდან არის კითხვა ჩემი ჰობი და ჩემი თერაპია, ნებისმიერი ინფორმაცია მირჩევნია წავიკითხო, ვიდრე მოусმინო. როგორ ფიქრობ, თავისუფლების ქანდაკება და ქართლის დედა რომ ერთმანეთს შეხვდნენ, რა დიალოგი ექნებათ და რა სიტყვას გაცვლიან ერთმანეთში? ქართლის დედა თავის გასაჭირს შეჩივლებდა და თავისუფლების ქანდაკება კიდევ თავის, იმიტომ რომ ამ ქვეყანასაც აქვს. მოდი მაშინ მითხარი რა გასაჭირი აქვს ქართლის დედას, რა გასაჭირი აქვს თავისუფლების ქანდაკებას? ქართლის დედას ვფიქრობ, რომ პრობლემები და გასაჭირები ბევრად მეტი აქვს ვიდრე თავისუფლების ქანდაკებას. ვიტყოდი. ალბათ ძირითადად მაინც ფასეულობები, იმიტომ რომ მე ის ადამიანი ვარ, ვისთვისაც ყველაფერი დგას ფასეულობებზე და ყველაზე ძვირფასია ჩემთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ქართლის დედას ალბათ ის რომ განათლების დონე ძალიან დაბალია საქართველოში, ძალიან დაიწია და ეს აისახება უკვე ძალიან მთლიანად ქვეყანაზე. ძალიან დიდი ემიგრაციის ნაკადი, როდესაც საშუალო ასაკის ადამიანებმა დაიწყეს ქვეყნიდან გასვლა, რაც ვფიქრობ, რომ არც ისე სასიხარულოა. და
ასევე ის რომ ადამიანებმა, კომპანიებმა და ბიზნესებმა უნდა ისწავლონ, რომ კაი ბიზნესი კეთდება მაშინ, როდესაც მათი თანამშრომლები არიან ბედნიერი, უბედური და უკმაყოფილო თანამშრომლები კარგ შედეგებს ვერ დებენ. კარგი პრობლემა წამოჭერი, კითხავ მაშინ, თუ გაქვს გამოცდილება ქართულ კომპანიასთან მუშაობის, როგორია შენი გამოცდილება ან გამოცდილებები დადებითი თუ უარყოფითი და რა განსხვავებებია ამერიკულ და ქართულ კომპანიებს, დამსაქმებლებს შორის? საქართველოში არ მაქვს დიდი გამოცდილება, იქიდან გამომდინარე, რომ მე დავამთავრე თუ არა უნივერსიტეტი, წავედი ინგლისში და ჩემი პირველი გამოცდილება, ანუ სამუშაო გამოცდილება იყო ინგლისში. შემდეგ საქართველოში ძალიან ცოტა ხანს მომიწია ფაქტიურად 1 წელიც არ მიმუშავია კომპანიაში, თუმცა მაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება სამწუხაროდ. უბრალოდ თვითონ სისტემასთან, ანუ ხელფასების დაგვიანება, რაღაც ისეთი არათანაბარი დამოკიდებულება მენეჯერების მიმართ. ამერიკული კორპორატიული კულტურა არის სამაგალითო ნამდვილად. ეს არის ურთიერთობები, პატივისცემა, შენი შრომის დაფასება და ნაწილს გულისხმობ ყველაზე მეტად. დამოკიდებულებები ყოველთვის გაგრძნობინებენ თავს საჭიროდ და პატივცემულად იქ რა თქმა უნდა არის რეგალიები თუ ვიღაცა უფრო მაღალ პოზიციებზეა, ვიღაცა დაბალზე და თვითონ გიჩნდება იმის შეგრძნება, რომ ანუ ეს დისტანციები დაიცვა. დისტანციურობა გაგრძნობინებენ მნიშვნელოვნად თავს და სხვათა შორის ამერიკა არის ის ერთადერთი ქვეყანა, მინდა ვთქვა, სადაც უკაცრავად და კლიენტი ეს საერთაშორისო სიტყვა, სხვათა შორის ამერიკელებიც იყენებენ, ვინმეს რუსული არ ეგონოს. არა, ყოველთვის მართალი არ არის. ნეპოტიზმი არის სამსახურებში? მე ამას ნეპოტიზმს ვერ დავარქმევდი, მე ამას დავარქმევდი კარგ რეკომენდაციებს. ანუ ეხლა ვიტყვი ამას აუცილებლად ინგლისურად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის good communications, არის good recommendations. ანუ კარგი კავშირები გაძლევს კარგ რეკომენდაციებს. ამას ნეპოტიზმს ვერ დავარქმევ. ნეპოტიზმი არის, როდესაც არაპროფესიონალს აიყვანენ, მხოლოდ ნაცნობობის გამო და ამერიკაში ეს არ მოხდება. თუმცა რეკომენდაციის გაწევა ძალიან ჩვეულებრივი ის არის. ეხლა მეც ჩემს კომპანიაში მე რეკომენდაცია გამიწიეს, განიხილეს ჩემი რეზიუმე და მხოლოდ ამის შემდეგ ამიყვანეს სამსახურში. ანუ ეს ცუდად არ იყენებენ ამას, ესე რომ ვთქვათ, რა სასარგებლოდ იყენებენ. თუ ხარ პროფესიონალი, რა პრობლემაა? ღამის ცხოვრება თუ გიყვარს, მაგალითად კლუბები, ან როგორ ერთობი რამე? ღამის ცხოვრება ისე მიყვარს, როგორც მიყვარდა 17 წლის და 18 წლის ასაკში ისე მიყვარს ეხლაც კი. ჩემი გართობის სადმის სიყვარული არ იცვლება ვერც ასაკიცვლის. ამერიკის მოქალაქე რო გახდი, ეს განცდა მოგვიყევია ის დღე. ამერიკაში სამჯერ ვიყავი ძალიან ამაყი. პირველი, როდესაც დავიწყე სპორტულ მედიცინაში მუშაობა, მივიღე პირველი პაციენტი და ჩავიცვი ფორმა და ანუ გავხდი იმ გუნდის წევრი, ეს იყო მაშინ წარმოუდგენელი. შემდეგ მეორე იყო, როდესაც ჩემმა შვილმა დაამთავრა ეგრეთ წოდებული middle school-ი, აქ ასე ქვია. და მაშინ ძალიან საუკეთესო დახასიათებები ჰქონდა და ძალიან რამოდენიმე მასწავლებელმა მადლობა პირადად გადამიხადა და უზომოდ ამაყი ვიყავი ნამდვილად. და შემდეგ იყო ამერიკის მოქალაქეობა, როდესაც მივიღე, მაშინაც ძალიან ამაყი ვიყავი, რატომ იცით? იმიტომ რომ ჩემთვის ამერიკაში გადმოსვლის მთავარი მიზანი იყო ის, რომ 18 წლიდან ვოცნებობდი მეცხოვრა ქვეყანაში, რომელიც მომცემდა იმის საშუალებას, რომ მე მოგზაურა სოფლიოს ირგვლივ და აი ეს მაშინ საქართველოში მე როცა 18 წლის ვიყავი, არ იყო შესაძლებელი, გჭირდებოდა ვიზა და აი მართლა თეთრი თუ შავი შურით სურდა ხოლმე იმ ადამიანების, ვისაც ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავისი პასპორტით და არა თანხებით ემოგზაურა და ვისაც ახლა შენი შეშურდება, რომ შენ ამისი შესაძლებლობა გაქვს, რა პასუხი შეგიძლია გასცე, რას ეტყოდი, რას ურჩევდი ამ ადამიანებს? კი ბატონო, სხვათა შორის შური
ეს ჩვეულებრივი მომენტი არის, ამის ეშინია ზოგჯერ ადამიანებს ამის აღიარების, მაგრამ ამაში არაფერი არ არის ისეთი ადამიანური გრძნობა, ესეც ერთ-ერთი. ვურჩევდი იმას, რომ პირველ რიგში დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა და ბევრი შესაძლებლობები აქვთ და გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები და დაისახონ პრიორიტეტები და შესაძლებლობები, ანუ რეალურად განსაზღვრონ რა გარემოს და თავიანთი შესაძლებლობები, ყველაფერი მიღწევადია, თუ იცი შენი შესაძლებლობების ლიმიტი. კადრად თუ გაქვს წარმოდგენილი, აი თუნდაც ერთი დღე, როდესაც ხარ უკვე ასაკში, სად ხარ, რას აკეთებ და აი როგორია ეს კადრი. შენი სიბერის კადრი. ზამთარში მაიამიზე, ალბათ, თუ შემეძლება ფრენა. და გაზაფხული შემოდგომა და ზაფხული საქართველოში, რა თქმა უნდა. აჭარაში, ზღვისპირეთში. ამერიკაში ცხოვრების დროს ყველაზე მეტად დამაკლდა სტუმარი, სახლში უცბად მოსული სტუმარი დამაკლდა ყველაზე მეტად და აი ესეთ უცბად მოსული სტუმრებით იქნება ჩემი სახლის სავსე. ძალიან მინდა ყოველ შემთხვევაში. ძალიან მაგარი რაღაც თქვი, ეხა რაც მეც მაწუხებს, იმიტომ რომ აქ ყველაფერი არის დაგეგმილი და სულ მაგაზე ვჩხუბობ, რომ ნუ მითანხმებ რა ერთი თვის მერე სად გნახავ, აი ფიზიკურად არ ვიცი, ხო? სპონტანურობა არის ჩვენი ბედნიერების. მე მითხრა ერთხელ ერთმა ამერიკელმა ეს თანამშრომელი მყავდა და მე შევთავაზე, რომ წამოდი სადმე გავიდეთ, თქო. ეხლა გაოგნებულმა ცხაჩერის მისი ასისტენტი ვიყავი მე და მე დავმეგობრდით და კი მეთქი ეხლა თუ ანუ ვერ წარმოუდგენია ესენი ხომ გეგმავენ ანუ თვის მესამე სამშაბათს დაურეკავ თქვათ ალექს თვის მეოთხე ოთხშაბათს ნინის იმას ამას და ვერ წარმოუდგენია და ეხლა უკვე წლებია უკვე მეგობრობთ და მეუბნება ხოლმე რომ აი ამ სპონტანურობაში არის თქვენი ბედნიერება. როგორ ფიქრობ ადამიანება ცხოვრება ძალით გაერთულეს? გულისხმობ იმას რომ აი თუნდაც რამდენი ვალდებულებები გვაქვს საგადასახადო ტაქსები, პროცედურები და ასე შემდეგ. ადამიანი ხო დაიბადა ველურად დღეში ძალიან მარტივად და მათ შორის აბორიგენები დღესაც არიან სადღაც დღეში თუნდაც აფრიკაში. ხო და აი როგორ ფიქრობ ხომ არ მივქარეთ? ძალიან მივქარეთ. აი ძალიან ხშირად მინატრია ნამდვილად რომ ვიყო სადღაც ისეთ ადგილას მიყובლზე, სადაც არ გამახსენდება მაგალითად მანქანის დაზღვევის გადასახადი რაღაცა ხო რა ვიცი მილიონი რაღაც რა რამდენადაც ვიხდით ტელეფონის თქვას რა ნებისმიერი რამე. ამ ფას რისთვის ვიხდით? ვითომ კომფორტისთვის, მაგრამ სინამდვილეში აქაც ბალანსი დაირღვა უკვე და აი აქ ზოგადად სოფლიოში არის ეს ბალანსი დარღვეული და რა თქმა უნდა ჩვენ კომფორტს უკვე ვეღარ გვგზნობთ, ჩვენ ვართ მუდმივად რაღაცა დაძაბულები რომ არ გამოგვრჩეს მომდევნო დღეს რა გვაქვს გადასახადი, რა გვაქვს გასაკეთებელი და ასე შემდეგ და რამდენად უნდა ვეცადოთ რომ ეს გამიმარტივოთ, თორემ რთულია. წარმოგიდგენია თუ არა რომ წახვიდე საქართველოში იმუშაო ქართულ კომპანიაში, აქედან მიატოვო ყველაფერი და მითხარი რა პირობები შეიძლება შემოგთავაზონ და რა სფეროში იმუშავებდით, რომ გიღირდეს ეს ყველაფერი. მე გეგმავ ხა ნაწილობრივ ისედაც გადასვლას საქართველოში და ევროპაში, მთლიანად საქართველოში არ. ზოგადად მე მიყვარს მოძრაობა, ჩემი ოცნება იყო ყოველთვის მეცხოვრა სხვა ქვეყნებში, რაღაცა პერიოდულობით და ხო, საქართველოს კონკრეტულად ვიტყვი რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი რომელიმე კომპანიის PR-ის სამსახურში, ასევე ვიმუშავებდი კადრების გადამზადებაში, გადატრენინგებაში, იმიტომ რომ ეს ტრენინგები აშკარად ჭირდება, ეს ყველგან იგრძნობა დაბალი სერვისები საქართველოში. ფაქტია რომ ტრენინგებზე არ იხარჯება საკმაოდ თანხები და რესურსი და რა თქმა უნდა ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა მქონოდა ალბათ ეხა იმის შესაბამისი მაგ პოზიციის შესაბამისი. მოდი კითხავ ფინანსებზე, არ ვფიქრო რომ უხერხულ კითხვას გისვამ. შენი ფინანსები, ბუნებრივია ადამიანები ვაგროვებთ ხო? ზოგჯერ შეიძლება ვერ ვაგროვებთ, მაგრამ რაღაცა კაპიტალს ქმნით. საით არის ორიენტაცია შენი ფინანსების? საქართველოში გინდა რომ დააბანდო და უფრო იქით გეგმავ რაღაცების გაკეთებას თუ ამერიკაში? არა, ფინანსებს რაც შეეხება ყველაფერი ამერიკაში. ამერიკაში. ახსენე რომ მინდა
გადასვლა ნაწილობრივ საქართველოში, ნაწილობრივ ევროპაშიცო, რატომ გბეზრდება ერთი და იგივე ადგილზე ცხოვრება, თუ უბრალოდ გინდა რომ ახალი ადგილები აღმოაჩინო, თუ რაშია საქმე? რას დადიხარ? ხო, მან როგორც თქვი, ბუნებით ვარ კოსმოპოლიტი და ყოველთვის ისედაც ზოგადად ტურისტულადაც რო ჩავდივარ ახალ ქვეყანაში, მაგალითად არასდროს არ მივდივარ ღირსშესანიშნაობების სანახავად. ყოველთვის მივდივარ ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი ადგილობრივი ადამიანები დადიან, სადაც მიირთმევენ, სადაც შეიძლება ტურისტულ ადგილში კი არ მიირთვა, წახვიდე სადღაც პერიფერიებში, ხო? არასდროს. ამერიკაში ძალიან არ უყვართ სიგარეტი და ეს სუდი დამოკიდებულება არ არის მაგალითად მარიხუანას მისამართი, თუ აი სიგარეტზე აქვს განსაკუთრებული აგრესია თუ რა ვიცი, ეს აღიზიანება ამერიკელებს. რატომ რა გამოიწვია და შენ თუ ეწევი, თუნდაც მარიხუანას, მაგრამ სიგარეტზე გეკითხები. ხო, არა, მარიხუანას არ ვეწევი ნამდვილად, იმიტომ რომ არ მიყვარს გაბრუდი მდგომარეობაში ყოფნა, სიგარეტს ვეწევი. ამერიკაში 2001 წელს დაიწყო ეს ანტი-თამბაქოს საწინააღმდეგო კომპანიები და ასე შემდეგ და წარმოგიდგენიათ რომ 90-იანებში სამშობიაროებშიც კი ქალები სიგარეტს აბოლებდნენ თურმე ჩვეულებრივად. ვერ წარმომიდგენია, ხა ტელევიზიაში, სტუდიებში, თოქ-შოუ რომ მიდიოდა სიგარეტს ეწევდნენ ჩვეულებრივად და აი ამ ყველაფრის მერე უცებ დაიწყო ეს პროპაგანდა. სკოლებიდან კიდევ სკოლებში ძალიან აქტიურად ისწავლება და მე ეს მომწონს. დღეს ამერიკაში სკოლები შენ დედა ხარ, სკოლები ამერიკაში უსაფრთხოა, აი მაგალითად საქართველოდან მოდის ოჯახი წარმოიდგინე, მაგრამ მშობლებს შეიძლება ეშინოდეს რომ აუ მოდი არ შევაწყვეტინო სწავლა საქართველოში, როგორი იქნება ჩემი შვილის ცხოვრება და სწავლა ამერიკულ სკოლებში, ვისაც ეს შიში აქვს, აი რას ეტყვი, ის ამერიკულ სკოლებში ბავშვის გადმოყვანა? მე ვიტყოდი რომ ამერიკული სკოლა არის საუკეთესო, თუ კი რაიმე სისტემა არსებობს ზოგადად განათლების, ვიტყოდი რომ ამერიკული არის ერთ-ერთი საუკეთესო და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემმა შვილმა თავიდან ბოლომდე მიიღო ნამდვილად ეს განათლება. არა მარტო განათლების დონე და ხარისხი, თვითონ მასწავლებლების, პედაგოგების დამოკიდებულება, ძალიან საჭირო საგნები, მაგალითად საგნები არის ესეთი, ქვია health, ანუ ჯანმრთელობა, სადაც ბავშვები სწავლობენ ნარკოტიკის, ალკოჰოლის ზემოქმედება, რამდენად აზიანებს მათ ცხოვრებას, სწავლობენ უსაფრთხოების დაცვას ურთიერთობებში და სწავლობენ უამრავ საჭირო რამეს და სწორედ აქედან ის კითხვა ზუსტად როგორ ახერხებენ რომ დაიცვან ეს ყველაფერი, ესე მოედო ეს თამბაქოს რო არავინ არ ეწევათ ეს პროპაგანდა სკოლებიდან. პირველ რიგში სკოლებიდან ზუსტად სკოლიდან იციან რომ ეს ცუდი ტონია, ეს არ არის. რა თქმა უნდა, უსაფრთხო არის და ძალიან ეხა თუ გულისხმობთ იმ ტერაქტებს სკოლის, ეს ახლა ამისგან დაცული არავინ არ არის, ეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ნიშა არის სამწუხაროდ. ჯანმრთელობის დაზღვევაზე მინდა კითხო. მოდი განუმარტე მაყურებელს, როგორია ნიუ-იორკში ავიღოთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა შტატში არის განსხვავებული, როგორია ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევა და თუ ფული არ აქვს, მოკვდება თუ გადარჩება. ამერიკული ჯანდაცვის სისტემა არის ერთ-ერთი ძალიან ხარისხიანი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვა მსოფლიოში, ვიტყოდი ისრაელის მერე და ალბათ შეგვიძლია ისრაელსაც გავუტოლოთ და ამ ქავრი მედიცინის დევიზია რომ ყველა უნდა იყოს ცოცხალი. დიახ, აქ ეს არც განიხილება და როგორ მუშაობს ეს სისტემა და რაც მე ძალიან მომწონს. მაგალითად არის საქველმოქმედო ფონდები შექმნილი, რომელიც ჩართულები არიან აი ამ ყველა ჰოსპიტალში არის საქველმოქმედო ფონდი, სიტყვაზე სულ რო ქუჩიდან უსახლკარო იყოს შეყვანილი, ხო, და არ აქვს დაზღვევა, ის ფონდი ზუსტად იმისთვის არის, რომ თუნდაც აი ესეთი ადამიანები გადაარჩინოს. ანუ ყველანაირად ყველა შტატის სისტემა არის მეტნაკლებად პატარა განსხვავებებით, მაგრამ ერთნაირი. აი შენ რა გიჯდება ექიმთან
ვიზიტი მაგალითად. ძალიან ცოტა ეს შემოსავლებზე არის დამოკიდებული, რაც უფრო იზრდება თქვენი შემოსავალი, მით მეტად უკვე გადასახადი გემატება წლების განმავლობაში საერთოდ არაფერს არ ვიხდიდი, საერთოდ არაფერს. ეხლა რაღაცა მიზერული თანხა მეჭრება ხელფასიდან ისე რომ ვერც კი ვგრძნობა ამას. აი ვერც კი გეტყვით, ალბათ სადღაც თვეში შეიძლება $100-მდე არც კი. უპატრონო ადამიანები ახსენე, ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანია, განსაკუთრებით ნიუ-იორკში, ხო, ქუჩას ვერ გაივლი და ალბათ მეტროს ვაგონში ვერ შეხარ, რომ ეს ადამიანები არ შეხვდნენ. როგორ გონია, სად გადის ზღვარი ემპათიასა და თანაგრძნობას შორის? მე პირადად, როდესაც ჩამოვედი და ვხედავდი თუნდაც, რა ვიცი, ქუჩაში დაგდებულ ადამიანებს, შოკი მქონდა, იმიტომ რომ საქართველოში, როდესაც ვხედავთ, რომ ვიღაცა არის ქუჩაში ან ძინავს, რა ვიცი, ტროტუარზე, მეტროში თუ ასე შემდეგ, ავტომატურად გვაქვს ინსტინქტი, რომ უნდა დავეხმაროთ, სხვა ადამიანებს დაუძახოთ და ასე შემდეგ. და ეს განცდა მქონდა, რომ ჩამოვედი, თუმცა იმდენად ბევრია, რომ ყველას რო ესე დაეხმარო, ფიზიკურად შენი საქმე უნდა მიატოვო და ამ საქმეზე უნდა გადადგე. შესაბამისად, უკვე დღეს რაღაცა თვალიც მიეჩვია ალბათ და აი შეიძლება, რა ვიცი, გაუარო ისე, რომ ვერ შეამჩნიო რა და ხანდახან ეს მაწუხებს ხოლმე, რომ იქნებ მე არ ვარ საკმარისად ემპათიური ადამიანი და არ მაქვს თანაგრძნობა ადამიანების მიმართ. აი ეს ზღვარი სად გადის, როგორ ფიქრობ? მეც პირველად ვიყავი სრულიად შოკში, განსაკუთრებით ლოს-ანჯელესში ცხოვრების დროს. ჩვენ ცხოვრობდით იქ თავიდან ცოტა ხანს. ლოს-ანჯელესში მეც მოხვდი, მსგავს უბანში და ცოტა საშიში იყო. პირდაპირ ცენტრალურ აი ვესტ ჰოლივუდზე, სადაც ეს Kodak Theatre რო არის, აი ოსკარების ჰოლივუდის ცენტრში. სენსში ხო ჰოლივუდის რა, აი თავარ ცენტრალურ ადგილებზე იყვნენ. და მიკვირდა ძალიან და ეხლა მოგიყვებით ეს რასაც ამერიკაში უსახლკარო ადამიანი არ ნიშნავს იმას რომ მას უჭირს და რაღაცა ეკონომიური გაჭირვების გამო არის ქუჩაში ძალიან ზუსტად ერთი კვირის წინ ჩემს ერთ-ერთ ამერიკელ ნაცნობს, რომელიც ირიბად ჩემი ბოსი არის რა, კომპანიის მეწილეს, მიფრინავდა მაიამიში, გარდაეცვალა ძმა, ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც უამრავი კომპანია აქვს შექმნილი და მე მკვიდრეობით გადაცემული და ესეთი რაღაც მოყვა, რომ ჩემი ძმა 25 წლიდან თუ 26 წლიდან ცხოვრობს ქუჩაში, ანუ homeless-ია, ნიშნავს რომ ესე იგი უსახლკაროა და აი მართლა გამიკვირდა, ისე აღარ გამიკვირდა, როგორც ადრე გამიკვირდებოდა. ეს იყო მისი არჩევანი ამ ადამიანს უნივერსიტეტი აქვს ერთ-ერთი პრესტიჟული დამთავრებული და მის არჩევანს მშობლებმაც, როდესაც თხოვეს რამოდენიმეჯერ რომ დაბრუნებულიყო, არ დაბრუნდა. ფსიქიკურად შეშლილი არის თუ გაწონასწორა? არ იყო ფსიქიკურად, გარდაიცვალა ზუსტად 70 წლის ასაკში. ცხოვრობდა მაიამიში ქუჩაში და ანუ 45 წელი გაატარა ქუჩაში. წარმოიდგინე ხა, ამდენი წელი გაატარა ქუჩაში, ანუ მშობლებმაც თავიდან ძალიან განიცადეს, ძალიან პატივცემული ოჯახი არის და არ დაბრუნდა. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ასეთი არის ბევრი, მაგრამ ამ ქვეყანაში იმდენად ცემენ ადამიანის არჩევანს პატივს, რომ თუნდაც ეს არჩევანი ყველასთვის მიუღებელი იყოს, ვერავინ ვერ აიძულებს. მაგრამ ალბათ ნარკოტიკების პრობლემაც არის ბევრი, ხო? ხა ბევრი პრობლემა ხა, ნორმალური თვათ ნორმალური ადამიანი ხო არ აირჩევს ხა ქუჩაში ცხოვრებას. თავისთავად რომ იქ უკვე პრობლემაა მენტალური, მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ანუ ემპათია ყველას აქვს ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ უბრალოდ ეს მათი არჩევანია და ასე რომ თავი არ უნდა დაიდანაშაულო, მაგის თქმა მინდა. თავარი თვისება ან თვისებები, რის გარეშეც ადამიანი ემიგრაციაში ვერ გაძლებს. უხეშად რომ თქვა, ვერ გაკაჩავს. ძალიან ცოტას უნდა სწავლა, განვითარება და ეჩვევიან ძალიან ძიმე სამსახურებს, ფსიქოლოგიურად ძიმე სამსახურებს პირველ რიგში და თუნდაც მერე ფიზიკურად. ამიტომ ცვლილებებისადმი სწრაფვა აუცილებლად, თორემ ეს ქვეყანა ისეთი არ უყვარს მეოცნებები, არარეალისტები და ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ეჩვევიან, უფრო მეტად რაღაცნაირად ასუსტებს. როგორ ფიქრობ, ჩვენი 90-იანების გამოცდილება დამხმარე რგოლი არის აქ იმისთვის, რომ უფრო ძლიერი იყო. შენ თუ გამოგიყენებია და თუ გადგება, როგორ ფიქრობ, ის წლები, რაც საქართველოში გავიარეთ 90-იანებში და რაღაცებში უფრო სმარტი ხარ თუ არა, რაც აი შეიძლება თუნდაც ტექნიკურად რაღაცა რო გაფუჭდეს არ რაღაცა და ამერიკას ვერ წარმოუდგენია. რა თქმა უნდა, თავისთავად ჩვენ ისედაც ხო, სხვა რეალობაში გავიზარდეთ და მე 90-იანებმა უფრო მეტად გამოგწრთნა
და რა თქმა უნდა მომიხერხებია რაღაც ისეთი მაგალითად სამსახურში იყო ერთხელ წყობრიდან გამოვიდა ულტრა ხმოვანი თერაპიის მანქანა და ვერაფერს ვერ აკეთებდნენ, უნდა დაერეკათ ტექნიკოსისთვის, არაფერი, ნუ ელემენტარული იყო რაღაცა ჩვეულებრივი იმით იზოლაციური ლენტა თუ რაღაც რო ქვია, მაგით სკოჩ თეიფით გადაბმა და გადავაბიდა ჩაირდა. ხო, და ნუ შემოგხედეს როგორც უცხო პლანეტელს, ხო? რამე ამერიკული თავგადასავალი თუ გაქვს, ისეთი რითაც შეიძლება რომ გავაოცოთ ჩვენი მაყურებელი, რამე ისეთი რაც გადაგხდა და დღემდე შოკში ხარ, რომ ეს როგორ მოხდა ჩემს ცხოვრებაშიო. ყოფილა საინტერესო ამბები, თუმცა მე ერთს გამოვარჩევდი, უფრო ეს მართლაც ძალიან დიდი გამართლება იყო ჩემთვის. წლების წინ, ეს იყო 2003 წელი, როდესაც ვიყავი ვენის აეროპორტში, ავსტრიაში და მქონდა, გადაჯდომა მივფრინავდი ლონდონში და გავიცანი სრულიად შემთხვევით ამერიკელი წყვილი საშუალო ასაკის ქალბატონი და მამაკაცი და კაი კომუნიკაცია შედგა, ძალიან თბილი იყო ეს ქალი და გაუკვირდა არ ქონა ჯორჯია გაგებული არასდროს და ეს ჯორჯია ყოველთვის იწევს ამ რაღაცნაირ ბევრ კითხვებს, გაოცებას და ამ შემდეგ და ისინი მიფრინავდნენ ნიუ-იორკში, მე მიფრინავდი ლონდონში და მოხდა ისე რომ რაღაცნაირად უცბად დავიშალეთ და ეს ის პერიოდი იყო რომ სოციალური ქსელი და ის არ ქონდა, თუმცა მანამდე შევთანხმდით რომ გავცვლიდით ტელეფონებს. ვერ მოვახერხეთ, რადგან უცებ დაიწყო მათი ჩასხდომა და მოერჩა დამთავრდა ეს ამბავი, თუმცა ხშირად მახსენდებოდა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო ქალბატონი და გავიდა წლები და ნიუ-იორკში, როდესაც ერთხელ ერთ-ერთ გასაუბრებაზე ინტერვიუზე სამსახურის მივედი, ერთ-ერთ ჩემი საოცნებო ადგილას, სხვათა შორის, ანუ როცა უკვე მივიღე კაი გამოცდილება და მინდოდა შეცვლა სამშაო ადგილის, მე ვერ ვჩერდები ზოგადად 1 წელზე მეტი ვერსად. ხო, და მუდმივად ეს მოძრაობ, ხო და ანუ რა შევედი ინტერვიუ, გავიარე 2 ეტაპიანი ინტერვიუ და მესამე ეტაპზე მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გაიაროთ ინტერვიუ, კიდევ ერთ-ერთ head manager-თან, ანუ ტოპები იყვნენ ეს მენეჯერები, ვისთანაც გავიარე და საოცრება იყო ის, რომ დამხვდა ზუსტად ეს ქალბატონი, რომელიც გადავიკვეთეთ ნიუ-იორკში. ხო, მაშინ. ხო, არ გადაობ, ანუ ეს და მისთან მას უნდა გადაეწყვიტა შენი ბედი. მას უნდა გადაეწყვიტა ჩემი ბედი, ხო, ანუ საბოლოოდ ახლა გადაწყვეტილი იყო პრინციპში ესეთი ინტერვიუების სალკე ჩემი ჰობი არის და. მოიცა, ანუ ეგრევე იცანით ერთმანეთი? არა, ესევე ვერ ვიცანით ერთმანეთი, მაგრამ აი რო გეცნობა ადამიანი და აი იმასაც რომ ეცნობი და ეს ინტერვიუ წავიდა ის სხვა მიმართულებით რომ რაღაცა რომელი ქვეყნიდან ხარ ჯორჯია რაღაცა და აქ უკვე რაღაც გამოიკვეთა ხო? რომ გამოვდიოდი და იმ მომენტში რომ კიდევ ერთხელ გამოვაპარაკე და ამ წელს სხვა არიყავით იქ და ვენის აეროპორტში ავსტრიაში სხვა არიყავით აი ესე და მივხვდით რა ხო უკვე აღარ მახსოვს აი ორივე ვსამდით კითხებს და ვაიმე ისეთი მეთო ჩემო ანუ საიდან სად გადაგაგდებს ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა ნამდვილად, იმიტომ რომ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა. ჩვენი ურთიერთობა დღემდე გრძელდება და მე ვარ მისი ფაქტიურად მისი ოჯახის ნაწილი. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, რა თქმა უნდა. დაუჯერებელი ისტორია. ჩაცმის წილი თუ შეგიცვალა ამერიკამ, აი რაღაცა ცლებები თუ ისე ნინიკო ხარ ამ კუთხით. ისე ნინიკო ვარ. არა, ნამდვილად არ შემიცვალა, ვიყავი შოკში, როდესაც ვნახე, რომ ძალიან დაბალია ჩაცმის კულტურა და ადამიანები პიჟამოებით დადიან. მე ვჭრი, რომ ადამიანი, რომელიც არის მოწესრიგებული და ლამაზად ჩაცმული, პირველ რიგში საკუთარ თავს სცემს პატივს და შემდეგ ნანარჩენ საზოგადოებას და არ შემიძლია. ეს ყველაზე მეტად მე მგონი ამერიკაში დაიკიდეს ჩაცმა და რატო, როგორ ფიქრობ? ხო, ეს არის ძალიან არა, ამაზე უკვე ლაპარაკობენ ამერიკელები, ამაზე უკვე სხვათა შორის აი ამერიკულ პრესას, ამერიკულ ბლოგერებს თუ მოусმენთ ამერიკულ პოდკასტებს, ზუსტად ისინი მისტირიან 80-იან და 90-იან წლებს, როდესაც ადამიანები ჩაცმული დადიოდნენ და ზრუნავდნენ თავის ჩაცმულობაზე. სადაც გაზმანვას მუღამი ჰქონდა. აბა რა, კი, სუფთა ჩაიცი, ხო, სუფთას არ არის პრობლემა, ყველას აქვს გარეცხვის საშუალება რა, და არ ვსიამოვნებს მე. გარეცხვის საშუალებას მივადექით, ერთ
ერთ-ერთი დიდი ნაკლია ის, რომ სახლში არ გვაქვს სარეცხის მანქანები. მოდი ესეც განუმარტე მაყურებელს, რატომ არ გვაქვს სახლში სარეცხის მანქანები. ეს არის რა თქმა უნდა ხელოვნურად შექმნილი ბიზნესი. წარმოიდგინე, ეხლა თუ ცხოვრობ რაღაცა მანჰეტენის პენტჰაუსებში, ან თუნდაც ბრუკლინის ან κουინსის, არ აქვს მნიშვნელობა, რამე ისეთ ან კონდომინიუმში ან რაღაც, სადაც მეც ფულს იხდი. გაქვს მაშინ დადგა უფლება სარეცხის მანქანა, მაგრამ შენ თუ ცხოვრობ ჩვეულებრივ უბრალოდ რიგით კორპუსში არ გაქვს. ასე რომ ეს არის უბრალოდ ბიზნესი და მეტი არაფერი. ანუ არ გჯერა იმ ვერსიის, რომ ვითომ ძველი შენობებია და გააჩნს. თავისთავად. ფობიები თუ გაქვს, ვისი ფობია გაქვს? მაქვს. საშინელი ფობია მაქვს იმის ფრინველების, ქვია ორინტოფობია თუ არ ვცდები, არანაირი ფრინველი ბუმბული არ შემიძლია, არც ხელის მოკიდება, არც დანახვა, არც ჭამა და არაფერი. შენი ქარიზმა რა არის? ჩემი ქარიზმა არის ალბათ რამოდენიმეა ჩემი ქარიზმა. ყველაფერს არ გაგიმხელთ, რატომ? ჩუმი ქარიზმების. ხო, ჩუმი ქარიზმებს არ გაგიმხელთ, თუმცა ალბათ უფრო კომუნიკაციების კარგი უნარი. ასე მგონია, მე რაც ხვებს უთქვამთ ჩემთვის და ყოველთვის, როდესაც ვიღაცას აკეთებს ჩემს შეფასებას, პირველი უთქვამს ეს და ალბათ ეს არ ვიცი. ყავა შაქრით თუ უშაქროთ? შაქრით. ამერიკაში რატომ არის ყველა პროდუქტი ძალიან მაღალი შაქრის შემცველობით? თუ გაქვს რამე ინფორმაცია? ზოგადად ამერიკელების დიდი პრობლემა არის ზუსტად ის, რომ ეს პროდუქტების ხარისხი და ძალიან ბევრი პროდუქტი არის ისეთი, რომელიც ევროპის ქვეყნებში აკრძალული არის, მაგრამ ამერიკაში მაინც არის რატომაც. ნიჭი, რომელიც ფიქრობ, რომ გაქვს და არ განავითარე და ნანო. თუ მიეცი ნიჭსა, გზაფართო ყოველთვის იყოს შენს ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს ზოგადად ტექნოლოგიური სიახლეები, ტექნოლოგიები და ალბათ ვიქნებოდი ძალიან კარგი IT სპეციალისტი ჩემს პერიოდში, ანუ როცა უფრო ბევრად პატარა ვიყავი, რომ ესეთი პოპულარული რო ყოფილიყო და გული მწყდება, რომ ამ პროფესიას ბოლომდე, ვერ გავყევი. მაგრამ მსგავს ხო, ახლოს ვარ, მაგრამ მაინც ეს ის არ არის, რაც მე მინდა. შენი ცხოვრება რა ფერია? აი ერთი ფერი, რომელშიც ხედავ და აღიქვამ შენს ცხოვრებას. ჩემი ცხოვრება არის ალბათ, აი როგორ ჩაგვიქვამ, იცი ზუსტად ძალიან კაი ამინდი როცა არის და ცარო არის ძალიან ლურჯი, ძალიან სასიამოვნო, ზუსტად აი იმცის ფერია, კარგი ამინდის ფერი არის ჩემი ცხოვრება. ქართველებმა რისი ფასი არ ვიცით, რა გვაქვს დასაფასებელი და ვერ აღვიქვამთ. ქართველებმა არ ვიცით დროის ფასი, არ ვიცით ფულის ფასი, საკუთარი შრომის ფასი, ის რაც უბრალოდ არის სწავლებოდა და დროის მენეჯმენტი და ფულის მენეჯმენტი აუცილებლად სასწავლია, რადგან ძალიან ხშირად განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანები ხშირად სიამაყით ამბობენ ხოლმე, რომ ძალიან ფლანგველები არიან და ეს არ არის საამაყო ნამდვილად, იმიტომ რომ ფულის მენეჯმენტი, თანხების მენეჯმენტი აუცილებელი არის, სხვადასხვა არ გამოდის. პირველ რიგში რატომ დალოცოს ღმერთმა ამერიკა? იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ძალიან დაფასებული არის თვითონ ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, არსებობა თვითონ. პირველ რიგში და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა უამრავი დადებითი ბენეფიტის გამო, რაც მოყვება აქ ცხოვრებას. უცხოელი, მაგალითად ამერიკელი რომ წაიყვანოს საქართველოში, პირველ რიგში რას ანახებ და ყველაზე მეტად რა არის საამაყო ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, თუნდაც მატერიალური, თუნდაც არამატერიალური, რის გამოც თუნდაც საქართველოს არსებობა ღირდა და ფიქრობ, რომ ტურისტმა პირველ რიგში ეს ამბავი უნდა გაიგოს. ჩვეულებრივ ქართულ დღეს. თბილისის ქართულს არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც არის სავსე ურთიერთობებით. დილით რო დღე იწყება და მეზობელი რო შემოვა ყავაზე. რო შემოგე. ციხლით რო შემოვა და არა გაფრთხილები. აბა ხო. ეგ სუფრა თავისთავად ქართული ნების უბრალოდ მეგობრების პატარა წრეში დაჯდომა ეს არის ყველაზე ღირებული ქართულ ურთიერთობებს გულისხმობ ერთი სიტყვით რომ ანალოგი არ ყავს დედამიწაზე და ეს არის ზუსტად ის მე ერთ ამერიკელს ვეკითხები ეხლა ისე ხამ ცხოვრობს საქართველოში გადავიდა კალიფორნიიდან და
რა მოწონს ყველაზე მეტად და მოწონს შეგრძნება იმის რომ შეგრძნება სახლის მას აქვს ისეთი შეგრძნება რომ არის სახლში და რისგან ურთიერთობების გამო ასე რომ ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი ღირებულება რომელსაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ანუ სიტყვა ჯიგარი ეს ქარიდანაც არ არის ეს სიტყვა და იმალება მის უკან დიდი ამბები ჯიგარის სინონიმი არის ქართველი შენ ცხოვრებაში მიზნები მართლდება თუ ოცნებები ხდება უფრო ხშირად ოცნებები ხდება. სერიოზული შანსები თუ გაგიშვია ხელიდან ცხოვრებაში. რაზეც ხდებდნენ ანუ. ვერ ვიტყოდი რომ ძალიან სერიოზული, მაგრამ რაღაცა შანსები კი, რა თქმა უნდა. ცხოვრებაში მიღებულ ტრამვებს მარტივად უშვებ თუ დიდხანს რჩება შენში? არა, მარტივად ვუშვებ. ძალიან, თუმცა არის ერთი ტრავმა, ეს არის უმამობის ტრავმა, 9 წლის ვიყავი მამა რომ გარდამეცვალა ავტოკატასტროფაში და ძალიან მთელ ჩემს ცხოვრებას ლაითმოტივად მოსდევს ეს ტრავმა, თუმცა რომ ვისწავლე ამასთან ერთად ცხოვრება. შენთვის მორთმეული ყვავილები პირდაპირ ნაგავში აღმოჩენილა? კი, აღმოჩენილა. გიყვარს ზოე? რატომ ყვავილები არ გიყვარს თუ უბრალოდ ვისგანაც იყო, ამიტომ უნდა მოხვედრილიყო ეს ყვავილები ნაგავში. ორივე ერთად ყვავილები არ მიყვარს. სხვადასხვა რაც რო გადის ქალებს ნაკლებად უყვართ ყვავილები, რატომ? ყვავილები მიყვარს ძალიან მცენარეები და ყვავილები, როდესაც შეუვლის ცოცხალი, ხო და ესე მორთმეული არა ნაკლებად. ბევრად უფრო კარგი საჩუქრების მირთმევა შეიძლება. ეს იყო უეჭველი ქართველი ნინიკო მიქელაძე, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ გადაცემაში, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, პრინციპში თუ გეზარებათ, ეგეც დაიკიდეთ დროებით.